ახალი ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და გაზრდილი თვითმბრუნვა ასეთ შედეგს ელოდება საქართველოს მთავრობა ფორუმისგან, რომელსაც თბილისი 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ოფიციალური პირების გარდა აბრეშუმის გზის ფორუმს 500-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ყველაზე მეტ სტუმარს საქართველოში ფორუმის თანაორგანიზატორი ჩინეთიდან ელოდებიან. 31 ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი რუსთაველის თეატრში ხვალ აბრეშუმის გზის ფორუმზე შეიკრიბება. ფორუმს, რომლის მიზანით ძველი აბრეშუმის გზის ახალი ფუნქციებით დატვირთვა, თბილისი 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ახალი ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და გაზრდილი თვითმბრუნვა. ამ შედეგს აბრეშუმის გზის ფორუმისგან ორგანიზატორი საქართველოს მთავრობა ელოდება. ამ ფორუმის შედეგად ჩვენ უნდა გქონდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნება საქართველოში, უნდა იყოს გაზრდილი თვითმბრუნვა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, ასევე უნდა გქონდეს შესაძლებლობა მოვიზიდოთ ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ყველაზე მეტი სტუმარი ფორუმს თანაორგანიზატორი ჩინეთიდან ყავს. ჩინეთის დელეგაცია სინძიანის რეგიონის გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელმაც პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკვე გამართა. ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია ფორუმზე 300 წარმომადგენლით მონაწილეობს. ცნობილია, რომ ჩინური მხარე საქართველოში ენერგეტიკით, რკინიგზით და ანაკლიის სპორტით არის დაინტერესებული, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს პერიოდში ხდება. ჩვენ გჯერა, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირის ახალ ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფს. ჩინეთი საქართველოს განიხილავს როგორც სანდო პარტნიორს და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის გზაზე. ეს ფორუმი არის საუკეთესო შესაძლებლობა აბრეშუმის გზით დაინტერესებული ქვეყნებისთვის. ინტერესი თბილისის აბრეშუმის ფორუმის მიმართ ევროპის ქვეყნებმაც გამოხატეს. თბილისში უკვე იმყოფება რამდენიმე ოფიციალური პირი. სოფლიო ვითარდება და უკეთესი პირობების შეთავაზება ვაჭრობისთვის და ტვირთების გადასაზიდად აუცილებელია. შავი ზღვის რეგიონის ტრანზიტული მიზნით უფრო დატვირთვას მივესალმებით. მთავრობის ინფორმაციით ფორუმს ოფიციალური პირების გარდა 500-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნესის ინიციატივების განხილვას ფორუმის მეორე დღე დაეთმობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. არა მარტო ქვეყნებს დააკავშირებს ერთმანეთს და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ, არამედ რა თქმა უნდა კერძო სექტორსაც ერთმანეთში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ახალ პროექტებს და სწორედ ისინი ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ოფიციალური და ბიზნეს წრეების გარდა აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიებში ცნობილი უცხოელი ეკონომისტები და ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ ღონისძიებას დილიდან თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნიან. ხშირად ქვეყნებს არ აქვთ სათანადო კომუნიკაცია იმ პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც თითოეულ მათგანშია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა შევიკრიბოთ და ვისაუბროთ ახალ პერსპექტივებზე. საქართველომ უკვე განიცადა დიდი პროგრესი, თუმცა აბრეშუმის გზის ფორუმი მისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული საერთაშორისო მნიშვნელობის ნაბიჯია. აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და ფუნქციის მქონე ქვეყანა, რომლის გარეშეც ვერც ამ რეგიონის ქვეყნები და ვერც აღმოსავლეთი და დასავლეთი აბრეშუმის გზას ვერ დაუკავშირდებიან. სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს 20 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი დაესწრება.